ჰეპატიტების ელიმინაციისთვის მთელი მსოფლიო ყოველწლიურად 28 ივლისს ერთიანდება, როცა ამ ვირუსული ინფექციების საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც არის მნიშვნელოვანი პლატფორმა საერთო მიზნის მისაღწევად. შესაბამისი სერვისების ხელმისაწვდომობისთვის პროგრამაში აქტიურად არის ჩართული ჩვენი ქვეყანა, რომელმაც C ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე განკურნების 98%-იან მაჩვენებელს უკვე მიაღწია. დღეს არის 28 ივლისი, ჰეპატიტებთან ბრძოლის დღე და ეს დღე მიზნად ისახავს ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლას, რაც გულისხმობს ცნობიერების ამაღლებას უპირველეს ყოვლისა საზოგადოებაში. რათა ეს დაავადება არის ძალიან საშიში, ვერაგი, ეს მიმდინარეობს ღვიძლის ანთებით და ამ პროცესს იწვევს ისეთი აგენტი, როგორც არის ვირუსი, შეიძლება სხვადასხვა ტოქსინმაც გამოიწვიოს. ჰეპატიტების გამომწვევი ვირუსები არის რამდენიმე სახის, მაგრამ ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი ისეთი ვირუსი, როგორცაც C და B ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსები. ეს ჩვენს ქვეყანაში უკვე 10 წელია მიმდინარეობს C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ელიმინაციის პროგრამა, რომელიც საკმაოდ კარგად მიმდინარეობს მიმდინარე წლების განმავლობაში და საერთო ჯამში არის დატესტილი მილიონობით ადამიანი. გამოვლენილია 100,000-ზე მეტი დადებითი შემთხვევა და საკმაოდ კარგად მიმდინარეობდა მათ შორის მკურნალობაში ჩართვის პროცესი. გამოჯანმრთელება 98%-ია. C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის გარდა 2024 წლიდან ქვეყანაში B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაც დაიწყო, რომლის ფარგლებში სახელმწიფო სრულად ფარავს სკრინინგულ და დიაგნოსტიკურ კვლევებს, B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებს. 2025 წლის 30 ივნისის მონაცემებით პროგრამაში ჩართულია 1024 პაციენტი. სახელმწიფო ასევე უზრუნველყოფს B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, თუმცა არა ყველა მუნიციპალიტეტში. ჰეპატიტების პრობლემა საქართველოში მხოლოდ C ჰეპატიტით არ შემოიფარგლება. C ჰეპატიტის ელიმინაციის შემდეგ ქვეყანაში წამოვიდა B ჰეპატიტის პრობლემაც და ასევე ახლა იდგამს B ჰეპატიტების პროგრამები ჩვენს ქვეყანაში ფეხს. ამ ეტაპისათვის C ჰეპატიტზე მთელი ყურადღება გადატანილია იმ მოსახლეობის სკრინინგში ჩართვა, ვინც საერთოდ არ არის ამ წლების განმავლობაში და დატესტილი და ამ ადამიანების ბამდე ინფორმაციის მიტანა, რომ არსებობს ასეთი სერვისი და ძირითადად ამ საქმიანობას ეწევა ამბულატორიული ჩვენი რაიონისა და ასევე ქვეყნის ამბულატორიული სერვისი. ეხლა რაც შეეხება B ჰეპატიტის საწინააღმდეგო პრევენციულ ღონისძიებებს, ახალი დაწყებულია, მაგრამ ჩვენ რაიონში ამ ეტაპზე არ ხდება, მხოლოდ დედათა და ბავშვთა პროგრამით ხდება B ჰეპატიტზე ორსულების მხოლოდ ტესტირება, ხოლო დიდ ქალაქებში, ბათუმში, თბილისში, ქუთაისში ხდება მასე ტესტირება და შემდეგ ორჯერადი ტესტირების დროს დადებითი შემთხვევების კონფირმაციული გამოკვლევა ნიშნავს ვენური სისხლით შემდეგ 100%-იან დადასტურებას და შემდეგ ამ პირების ჩართვას მკურნალობაში. დღეისათვის ეს B ჰეპატიტიანი სკრინინგით დადებითი პირები საკმაოდ უკვე ცნობილია ამ პირების რაოდენობაც დაზუსტებულია და ამ პირებთან უკვე შესაბამისი დაწესებულებები დაკავშირებულები არიან იმისათვის, რომ მოხდეს მათი კონფირმაცია და შემდეგ მკურნალობაში ჩართვა. რაღაც გარკვეული დრო არის საჭირო იმისათვის, რომ ჩვენს რაიონშიდაც ჩამოვიდეს მსგავსი ტესტ სისტემები და მოხდეს ამ პირების დატესტვა და მათი გამოვლენა, ვინ არიან B ჰეპატიტზე დადებითები.